მოგესალმებით მეგობრებო, ლიგის კვიზი დაბრუნდა. რა ლიგის კვიზია კაციშვილმა არ იცის. როგორც კი სპონსორი გვეყოლება, მე რეგვეცოდინება რა ლიგაზეა საუბარი, სპონსორის სახელს დავარქმევ მე პერსონალურად. მანამდე კი ვითამაშოთ მოდით ლიგის კვიზი, ისევ იმ წესებით, როგორც ბოლო რამდენიმე ეპიზოდია, ანუ მოვიტან სხვადასხვა მოცემულობას, ეს იქნება ვიღაცის quote, ან იქნება რაღაც ისტორიული ფაქტი, გამოტოვებული მექნება ადგილი და თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ გამოიცნოთ და ამასთან ერთად დამატებით მოატყუოთ თქვენი კოლეგები. პირველი 4 შეკითხვა ანდრო ვერიტანს წესების ახსნას, მაგრამ ვიღაც ადამიანი პირველად გიყურებენ და რა ვქნათ? არ შეუძლია. მაგითო გიждდება? კონცენტრაცია, არ შეუძლია დიდხანს კონცენტრაცია. მოკლედ, პირველი 4 არის მათ როგორ. ხო რა, როგორ ვიყავარიც. პირველი 4 შეკითხვა იქნება მეტოქის მოტყუება 3 ქულა, 1 ქულა, სწორი გამოცნობა. შემდეგი 4 შეკითხვა იქნება მეტოქის მოტყუება 6 ქულა, სწორი პასუხი 2 ქულა და ფინალური შეკითხვა, სადაც 2 გამოტოვება არის და ორივეში უნდა ჩაწეროთ თქვენი ვერსია, იქნება 5 და 10 ქულა. დავიწყოთ. პირველი მოცემულობა. ფეხბურთის წესების მიხედვით, თუ 11 მეტრიანი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხდება და მოედანზე დაცემის გარეშე, ანუ მინდორს როა შეეხება ისე, დამცველი გუნდის მცველი ავტოგოლს გაიტანს, საჯი გამოტოვებული ადგილი და უნდა მომწეროთ. ეს ასე იცი თუ არა? ის კესის ვიც ეს არის კესის კი არ გააქვს ძველს. კი, ის გარში. ნაირად უნდა მომხდარა და ესეთი რამე. კი. ყანახე რა. ხდებოდა და მაგის მერე გადაწყვეტეს რომ წესი მოიყოთ. თუ 11 მეტრიანი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხდება, ნაცების გარეშე ეგრევე. ანუ ეგ წესი ვიცით რომ ადამიანმა თუ დაარტყა, ხარიხას გაარტყა, ეგრევე ამას მეუვიდა ბურთი და გაიტანა, ეს გოლი არ ჩაითვლება. მაგრამ თუ ავტოგოლი გაიტანა, სადვართ. რაღაც სულელობა წესი იქნება ეხა, ისეთ რომ აი ლოგიკაში არ ჩაჯდება, შანსი არა. როგორც ლოგიკაში რა ჯდება. აი კესის მომენტი უფრო გასაგებია, ბუნებრივია. აი ეს კესის რომ ამბობთ, ლაციოსთან იყო და ამ დროს დაიმართა, კი არ და ამ დროს მეყავდა ეგ თამაში და. კი, მაგრამ არ გაუტანია კიდე გარი. თუ გაიტანა. გონი ვერ გაიტანა. ვერ გაიტანა, დაარტყა, მაგრამ ვერ გაიტანა. მე და ტაფსონს მიყავდა. მაგარი თამაში იყო ტაფსონს, ხოს იბრამ გაიტანა მე. ლეომაც ხო. და სალემაკერსმა და სარი მიჭხუბეს. იქ ჩხუბი იყო? მე ჩხუბი ქვია? ის გაუკეთეს ამაგერს. ამას მიხედეთ. დამიწყნარეთო? მეგობრებო, ვერსიები რომელიც გვაქვს. იყო რომ 11 მეტრიანი შემდეგ ბურთი ხარიხას რომ მოხდება და მოედანზე დაცემის გარეშე დამცველი გუნდის მცველი ავტოგოლს გაიტანს, რა ხდება? საჯი კუთხურს ნიშნავს, გოლს გაუქმებს და ბურთს შემდეგ გუნდს გადასცემს, ამ ცოლს ყვითელს აძლევს და პენალტი ხელნახლა უნდა შესრულდეს, გოლს ჩათვლის და პენალტს თავიდან ნიშნავს. მომწერეთ სწორი ვერსია რომელი გონიათ. ყვითელს რო აძლევს იმენა და არის. ახედება ბიჭო. თუ ყვითელია გვერდით თუ არა ცირა. ნორო ყვითელია. რო არის ამოწმებს, არ ვიცი. მომწერეთ თქვენი ვერსიები. ბურთს შემდეგ გუნდს გადასცემს, სად გადასცემს? სადგადასცემს და მეკარის გადასცემს. აი არ უნდა მსჯელობა, ჯერ უნდა მოუნიშნო პასუხი. რა მოუნიშნო ეხა ხო და მირჩიეთ რამე რა. მე ვფიქრობ, რა ვიცი, 4 ვერსია მაქვს. და ჩოის ერთი ისაც მე თვითონ გავაგზავნე და მომწონს ხვებდა შედარება. ეგრე ვარ ზუსტად, ჩემი ვერსია ყველაზე მეტად მომწონს. კუთხური? არა. არა. როგორ გითხრა ეხა მე? კაი. ტაფსონ რა უპასუხე? და დავიწყო? კი. პენალტს თავიდან ნიშნავს. ეს ჩემი ვერსია იყო, იმიტომ რომ უბრალოდ ორ კაც ერთი და იგივე ვერსია ეწერა. ლუკა? ანდრო თქოს. კაი, კუთხურს ნიშნავს და მგონია სწორია. ეს არის ამ ორი ადამიანის ვერსია, რომელმაც სწორად გამოიცნეს. მეგობრებო, მას შემდეგ რაც ეს ხდება, საჯი გოლს თვლის. გოლს თვლის უბრალოდ და არის თამაში ნახდება რა, როგორც არის, რატო არ უნდა ჩაითვალოს საერთოდ. ძალიან მარტივი წესია, გოლი თუ გადის კარში, რა თქმა უნდა გოლი. არ არის, მე გეტყვი რატო ავირჩიე მეორე და მესამე ისე ეწერა რომ მივხვდი რომ ადამიანის დაწერილი იყო, რომ წესი არ იყო და არც სუდად ნათარგმნი რაღაც და მაგიტომ გამორიცხვის მეთოდით ხო და მე ვიყავი ჩემ ვერსიას და მე ფეშორის და მე მივხვდი რომ ჩემი ვერსია ვერნაირ და იქნება. კუთხურის ნიშანსა და გოლსათვლის შორის ვიყავი და მახსოვს რომ რაღაცაზე კუთხური ნიშნება ეგრე საკუთარ გარშემო. და მე ესე ბოსხმა წარმოვიდგენ, გოლს ჩავსვით. თქვენ გქონდათ რომ კუთხურს ნიშნავს იყო თქვენი ვერსია, ხო? თქვენ მოიგონეთ და შენ ეგ აირჩიე.
რანაირად ხო იცი რომ ანუ კუთხური ნიშნება კესისნაირ შემთხვევაში მაგაზეც კუთხური და ყველაფერზე კუთხური რა სიგიჟეა იქნება ამაზე ყველაფერზე კუთხური რომ ეს თაშეთოში კუთხური არის ნიშნა. არა კუთხური. უბრალოდ არ ითვლება. არ იცვლება გოლი. შემდეგი. ამ საფეხბურთო კლუბის ვიკიპედიის გვერდზე ვკითხულობთ, რომ მისი პირველი წინაპარი საფეხბურთო კოლექტივი, ან მისი წინაპარი საფეხბურთო კოლექტივი იყო Sport Club de Belas. თავად ეს გუნდი გამოტოვებულია 1906 წელს დაარსდა. უნდა მითხრათ რა კლუბზეა საუბარი. არაფერი სახელი. ინგლისური გუნდი რო არ არის ხვდებით. სახელიდან გამომდინარე. იტალიური ძარ არის. მაგას და დი იქნება. აი არ გინდა იქნებ აფსონა იტალიურ წერდა. ხო იცი არის ხო პროსტა პასუხებს რომ ვაგზავნით მერეც ხო დრო გრჩება და მერეც რომ ლაპარაკობთ რაღაცებს ხვდები მერე იქიდან ლაპარაკებთ რაღაც ხვაზე უნდა ვილაპარაკოთ ეგ შეიძლება შემოვაგდო თემა ანუ ამისთვის half time break quiz-ები უნდა იყოს თალკე ანუ სამში რაღაც საკეთებ ჩვენ რომ კონტენტი შექმნა განვაგრძოთ ბარემ რახან აქვსი ვართ მსხედვართ უნდა იყოს რაღაცა random სხვა quiz-ი ვერსიები რაც გვაქვს? სპორტინგი, ბელენენსეში, ფლამენგო, ბრაგა და სპორტინგ დე მიყვარს ვინც ქექონის სპორტინგი და წერა ძალიან მიყვარს აი ყველა ჯგუფი ხო. სვაცლევ ჩემი სიმპათია მას ვინც სპორტინგი და ქექონ მოატრია ვინ უნდა წერა რა? რაღაც სიგიჟეა. არ ვიცი არის ინგლისურად წერია და კაი. ეხ ნიკოლას ანდრო, დაიწყე. ო ანუ არასწორი პასუხი მართალია, არასწორი პასუხია. ხიხონის სპორტინგი აუჩია გაბროს ვერსია აუეჭვეთ რა იცი? გაბრო, შენ რა ირჩე? ბიჭო არ ვიცი მე ჩემი ვერსია მომწონს აქ ისევ და არ მოს რა ვირჩიე ფლამენგო ფლამენგო აირჩიე, როგორც ასევე არასწორია და თქვენ მეგობრებო სწორი ხართ. სპორტინგი იყო ეს კლუბი. ლუკა მომწერა სპორტინგი. ვიწერე რომ ახლოს ხარ პასუხთან, მომწერა კიდე სპორტინგი. სრული სახელა მეთქი რაზე? მე ვიწერე სპორტინგი ხიხონ. ლუკამაც აიღო 4, ყველას 4 ქულა გაქვთ 2 ტურის შემდეგ. ტაფსონს იყო ფლამენგო? კი. რა ფერშია იხეკო? მოწონა ფლამენგო ბიჭო ძა მე ბელენეს ბიჭო პორტუგალიური რეგიონი უნდა ყოფილიყო ხო ყველა პონტი აი, ბელენესეში რატო არავინ არ დააჭირა სპორტინგ და ხიხონის უპირატესობა რა არის? ნახე, იქაც დე არის და იქაც. ანუ ისა დე მაინც დავით პორტუგალიელს არ ნიშნავდა. კაი ეხლა რა? ოტოვას თუ გვაჯა ბელენესეში რატო მე რავი პორტუგალიურს გადა ბელენესეში რატო არ ლუკა დააჭირა მიცოდა სპორტინგი რო იყო, ახლოს ხარ ბიჭო პასუხთან. მე ჩემი პასუხი ბრაგა იყო შესაძლოა მაგას მივხვდი მაგრამ მე ყველა რო ქართულად ეწერა და ეს ინგლისური შრიფტით ვიფიქრე რომ მეთქი რა ის უწერია ეგ მეგონა ჩემი უპირატესობა არა, ყოლჩა, კიპასე. დამიფასე. შემდეგი აგლითი კალაფიორიმ და მისმა მეგობარმა გოგონამ, ოღონდ მე მგონი ახლა ერთად არ არის. ხო, BBOM-ე მაგან. ვინ? არ რაღაცა ეგეთი ქვია, არ არ ვიცი. მაგამზე ყავდა. წლების წინ ეს ამბავი არ მახსოვს რა არ მახსოვს ეს ერთნაირი ტატუ რო არ გახსოვს ძალიან კაი დაწერთ რა. ეს ვისი ალბომია ხონი შეგაწერია თითებზე რაღაც გავს ვისი არ ვიცი. Deftones-ის ალბომი მართლა? არ ვიცოდი. ანუ ერთნაირი ტატუ გაიკეთეს, დერთონსი ძალიან კაი ისა. ინდიელების ენა არის? არა, იაპონური არის. ინდიელების ენა არა, იაპონური. მოგეწონა იაპონური ორიემ კოი ნო იოკან დაიწერა, რაც იაპონურიდან ასე ითარგმნება. ანუ ეს გოგო მოგეწერეთ როგორ ითარგმნება. ეს გოგო იმიტომ ვიცი რომ ის დრამა ქონდა არ გახსოვთ? წერილი რო დაუწერა? დრამა ეს გოგო ვიცი იქიდან რომ ინტერვიუს როცა აძლევდა კალოფიორი აქედანაც. ლამაზ მე ეს გოგო ვიცი ქართველი გოგოების შურიდან ვიცი დაიცვა თავის ტერიტორია ვერსიები მეგობრებო რაც გვაქვს. საცდურის სიყვარულის წინაღობა, სხვადასხვა სხეული ერთი გული, აუ ცუდადო თქვენ ორნი გზის ჩაქრობამდე ერთად სასიყვარულო კონტრაქტი. სასიყვარულო კონტრაქტი. რა? რა უნდა სიყვარულო კონტრაქტი თუ აწერია მაგათი საცდურის სიყვარულის წინაღობა ჯერო გავიგორას ნიშნავს საცდურის ყოლწინაღობა თუ დაიწერა ანუ ასევე გიჟები. საცდური მაცდუნებელი ანუ ნებისმიერი სატაცური არა თვალ თუ გაგექცა ანუ სიყვარულისთვის ცუდიაო რა. ოკეი მომატყუეთ მეც თუ მომატყუეთ აი, გაბრო. არა თუმო ანუ არასწორი ვარ ეგრე იწყებს ხოლმე სიყვარული რო იყო მახსოვდა მე და საცდური სიყვარულის წინაღობა ლუკა შენ? საცდურის ყოლწინაღობა? ვერც მე ვირჩევ გზის ჩაქრობამდე ერთად. კოი რატოღაც გონია რომ მზე უნდა იყოს. შენ? ეი რა ლამაზი ვერსია მე ავირჩიე სხვადასხვა სხეული ერთი გული შენ? ზის ჩაქრობამდე ერთად ყველამ სხვადასხვა ერთშიეთ? არა მე და- დავუკამ ერთ სწორი პასუხია საცდურის სიყვარულის წინაღობა. გადაო ბიჭო ამიტომ სასიყვარულო კონტრაქტი მე დავწერე იმიტომ სიყვარული მახსოვდა რომ იყო და მეთქი იქნებ გავარ კარგით. ესე იგი, შენი ვერსია რა იყო დაფსონ?
ზის ჩაქრობამდე ერთ. ხო თქვი და რამდენმა აირჩიეთ ეგ? მე და ლუკა. ანუ წაფსანამ აიღო 6. ამაზე ვერსია. პოეტია ეს კაცი თან ამას უყურებ. თან ამომავალი მზის ქვეყანა იაპონია. რამდენი ბიჭო? რაღაცები და ოლინკები. ჰა? და მაინც ვერ ავიღე სწორი პასუხი. ანუ ეგრე მუშაობს რა ტყუილები. ეგრე მუშაობს. ჩემი არო იყო. ის უკეთ იტყუება ქვია. არა და ბიჭო ის ვისი ვერსია იყო კაცო რა კაია სხვა შეხეული ერთი გული რა ვიცი. 4-ის მეურია რა. რა კარგია თო მეთქი ეგ არის. შეხეული ერთი გული. რა ვიცი ხო მაგას დაიწერე და მიადები. ჩემი იყო ჩვენ ორი. ერთ თავი და ანდროსთან ორი იმასთან, ხო. წარმოგიდგენთ აქ აქვს დიქტატურა, აქ ხო, სხვა შეხეული ერთი გული. აი მეოთხე. აი ეს სტურის ხოლმე რასტი. მე რო შეხვედე კანონი რაღაცას არ ვжиდებოდი. რა სიგიჟეა ანუ სოკრატესი იცით ფერბურთელი ალბათ და არაფერი მარტივად მინდა რომ სოკრატესის სრული სახელი მომწეროთ. სრული რა ქვია? გახსენით თქვენი ფანტაზია და დაწერეთ. გაგიჟდი? დაიცა? მიდით? აი on სოკრატესის შემდეგ სოკრატეს რაღაც. ვიცი ეს სახელი წაკითხული მაქვს, მაგრამ მე ხარ რაც გავიხსენე, ვებზ ვერ გავიხსენე. არა, რა დაინახავ ესე ანუ მინახავს და TikTok-იც მინახავს რომ რა ერქვა ამას თუ რაღაც და ბლა 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 და სრული სახელი. ანუ ყველა ის სიტყვა რომელიც არის გულისხმობ რა შეგნით, როგორც პელე არის ეგრე. ამიტომ ერთ სიტყვას სახელებს ნუ მომწერ ძალიან გთხოვთ. მინდა რომ თქვენი ფანტაზია გაიხსნას და ბევრი რაღაცა ეწეროს შიგნით, რაც პორტუგალიურად ხსმენიათ. მე ვიცი რა. ჯამანგული ბაევი რო იყოს რაღაცა ეგეთი. მუხამად ბეროვი. შეიძლება დაღესტანელი იყოს. ზარმუშოვი. ნაზარბაევი. სოკრატეს ნაზარბაევი. პლატო დორეი რასიგიში არის. ანუ მეფე პლატო სოკრატეს არ ლექსი რო სოკრატეს პლატო დორეი, სოკრატეს ბრაზილიერო სამპაიო დე სოუზა ვიეირა ოლივეირა, სოკრატეს ანტონიო ნაილსონ დუზინია, სოკრატეს ლობო ვალენტო, სოკრატეს კარნეირო დაკუნია. რომელია სოკრატესის სახელი და გვარი მეგობრებო, მე გჭირდება ახლა რომელი. პირველი რაუნდით ბოლო შეკითხვა არის. აიძარ. ყველა შეიძლება იყოს და ის სასაცილო ვერსიაც, რომ ბრაზილიერო ბანდო ბინდო ელანდო. რა ის პევა. ცუდად. მე მეგონდა რომ ბრაზილიური სახელები სამი სახელია ხოლმე. ანუ ედსონ არანტეს დუნასიმენტუ. ანუ სამია ხოლმე უმეტესად. ხო. ვიქტორ ბარბოსა მორეირა რივალდო. ხო არა ბევრია შეჭრა. უმეტესად ანუ რონალდო ლუის ნაზარი. მე რაც მახსოვს, კაი, ნუ მე ვილაპარაკებ. მე კარდონი საქსონ. როგორც ლობო ვალენტო ვინ მომატყუეთ? ლობო ვალენტო ვისი ვერსია? შენ მეც მაგას დავაჭირე. ორი ლობო ვალენტო. აა, ლუკა შენ? მე აურჩიე კარნეირო და კუნია. ეგ ვისია? ჩემი. შენი. და შენ აირჩიე სწორი პასუხი. ბრაზილიერო სამპაიო. აზერო სამპაიო დე სოუზა ვიეირა ოლივეირა. ანუ რენდომ სიტყვების და ჩემი ბრალია ხო, მაგრამ ან ჩემი ბრალებს ძალიან გრძელი უნდა. აფსონამ აიღო ერთი კულა. მაშინ მე არასწორი მე იმ ლოგიკით გავყავი რომ პორტუგალიური სახელი პატო დორეის რატო არა მინდა აჭირე? პატო დორეი მიგონას აიღო ორმა კაცმა. თან ეწერა არანაკლებ დიდებულია ვარ. სოკრატეს რა ხოთია. ქონდა შე? და არანაკლებ ლობო ვალენტო, რა ლობო ვალენტო. აი რა ლობო ვალენტო. პლატო დორეის რატო არ დააჭირეთ არა მე მეორე რაუნდი იწყება. კულები არის 6-3. მოტყუება 6 კულა, არასწორი ისე სწორი პასუხი 3 კულა. დავიწყოთ. 4 შეკითხვა იქნება აქაც. პლატო ლობო ვალენტე თუ ნუ ვალენტე თუ რა. ჩელსის აწუკვე ყოფილი მწვრთნელის লিამ როსენიორის რომელსაც შენ გამსგავსებს ციხე? ერთნაირად წარმატებულები ვართ. როსენიორის თქმით, ერთი სიტყვა გამოტოვებული არ არსებობს. ის არსებობს, როდესაც იქ აღმოჩნდები. ძალიან ბრძენი არის როსტენიორი მართლა. მოკლედ როსენიორმა განაცხადა, რომ კრიზისი არ არსებობს, ის არსებობს, როდესაც იქ აღმოჩნდები. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ის არსებობს, როდესაც იქ აღმოჩნდები. ჩემპიონთა ლიგის ზონა არ არსებობს, ის არსებობს, როდესაც იქ აღმოჩნდები. მომავალი არ არსებობს, ის არსებობს, როდესაც იქ აღმოჩნდები. და ჩემპიონთა ლიგა არ არსებობს, ის არსებობს. აუ როსენიორი რა კრეტინია მჯერა რომ ყველაფერი თქვა. მეც ყველაფერი. აი ისეთ ქონია რა. ერთადერთი გამოვრიცხე მარტო. რატო ამბობს ეხა ამას? ესენი არ იყვნენ ძალიან რო ყიდიდნენ ლიგა 1-დან წამოსულ. ესენი არა, ეს იყო. რა უპასუხე? აფსონ? მადლობა. დავასხე. კრიზისი. გასაგებია. ანუ მეც. შენი იყო? მეც. არა, ანდრომას კრიზისის უპასუხე. სამივე კრიზისი თქვით? არა, მე შენი არა. ვერსია? რა უპასუხე? მე უპასუხე მომავალი, და შენ იმიტომ რომ უპასუხე? ფილოსოფიურია. გამოუვალი მდგომარეობა. სწორი არის ლუკა მილურავა, ხო, იმიტომ რომ მომავალზე საუბრობდა ეს ადამიანი, როგორც უდიდეს ფილოსოფოსი. მომავალი გამოიცნო ლუკამ და შენ ვისი იყო გამომავალი მდგომარეობა? შენი. ანუ ლუკამ აიღო 3 კულა. არაფერში გამოსტრეს ეხლა. გაბრომ აიღო 6 კულა.
და 3 ქულა აიღო ტაფსონამ. ჩემპიონთა ლიგა არ მოგეწონათ, ხო? ბიჭო არა და აი კრიზისი აი როსინი ჩემპიონთა ლიგაზე ორი რაღაც რო იყო, მაგით არ ავირჩიე. ჩემპიონთა ლიგის ზონა იყო ძალიან სასაცილო. ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგის ზონა არ არსებობს უცხოს რომ მოხდებიო. ხო არის ჩემპიონთა ლიგა არ არსებობს. ეს ლოგიკა მქონდა რომ ჩემპიონთა ლიგაზე გახვალთ, ხო? ჩემპიონთა ლიგა არ არსებობს. სწორედ თუ გავალწოდი მომავალი არ არსებობს. მომავალი არ არსებობს არსებობს. ის არსებობს როცა ანუ მართალია და მაგით ავირჩიე. მომავალი არ არსებობს. ხოლო და შედარია მე ერთად დაჯექი და ძალიან საინტერესო. მეგობრებო, შემდეგი არის ავსტრალიელი ფეხბურთელი არის მიჩ ოსტინი, რომელიც არის ნახევრად მოყვარული ფეხბურთელი და City Arsenal-ის დაპირისპირებაში კაი ჰავერცის გაფუჭებულ მომენტს გამოეხმაურა. ბოლოს გაფუჭებულ მომენტს და განაცხადა ამბურთს მეც კი გავიტანდი, მაგრამ გასაკვირი რა არის? გამოტოვებული ადგილი მქონდა. მე დიდი მომავალი მქონდა, მე ლამაზი ცხოვრება მქონდა. ფინიშინგში რეიტინგი 88 მქონდა, FIFA 17-ში მასზე მაღალი რეიტინგი მქონდა. არა. აი აქ საშინელება მოხდება. მე მიყვარს ვერსია, მართლა ძალიან მიყვარს, მე ლამაზი ცხოვრება მქონდა, არის ჩემი ვერსია. შინ დაწერილი და მე ერთი ამოვაგდე ავტომატურად. რადგან ტაფსონ ერთადერთი ხარ, ვინც მოწყობდა. ვიცო, ერთადერთი ხარ, პირდაპირ უთხარი ვის აჩუქე შენი ანდროს კი. მართლა? კი. იმიტომ რომ აიჩა ფინიშინგში რეიტინგი. ფინიშინგი არის ბიჭო, FIFA-ს ერთ-ერთი კომპონენტია. ქართულად ესე ეწერებოდა. ფინიშინგი სადაა FIFA-ში რეიტინგი? ფინიშინგი ეგეთი რეიტინგი არ არსებობს. როგორ არ არსებობს? რაღაცა იქნება. არ არის. ფაქტია რომ კაცმა ქულა აიღო და იძახეთ არ არის. რატო არის იდიოტობა ორი რეიტინგი ანდრო აი ფინიშინგი არა რაღაცას გავჩვენა. FIFA 17-ში კაი ჰავერცი სად იყო უგაცრად? ირგურ არ იყო კაი ჰავერცი. სად იყო კაი ჰავერცი? სადღაც ბავშვი იქნება. 9 წლის წინ კაი ჰავერცი სად იყო? ვარია ბავშვები ხო. აგიჟდით ბიჭო თქვენა და მე მეუბნებიან მაგას რატო დააჭირე? ყველაზე ლოგური ჩემი ვერსია. პირველი FIFA იყო ალბათ ჰავერცი. არა ხო იმას არ არის. ამას უფრო დიდი. ხო ჰავერცი ხო უნდა ყოფილიყო. იქნებოდა. 26 წლის არის და იქნებოდა რომ 17 წლის კაი ჰავერცი. არ მახსოვს და თან ადრე მგონი. ძალიან დაბალი და მართლა ალბათ ქსონში იქნა დებიუტია. ხო და ადრე მგონი რომ იყო მაქედონია წასულიყო. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გიო ახვლედიანმა იგივე აკამორჩილაძემ აკამორჩილაძე იგივე გიო ახვლედიანმა სარბიელში დაწერა წერილი, სადაც ბრაზილიის ნაკრებზე საუბრობს. საერთოდ კი მე თუ მკითხავთ, ეს ჩემპიონატი ბრაზილიის ნაკრებისთვის იყო ერთგვარი გამოტოვებული ადგილი. ბრაზილია თითქოს მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მიდიოდა ამისკენ. მიდიოდა ფინალისკენ, რათა იქ მომკვდარიყო უსისხლოდ. და მე გაგრძელება უბრალოდ მე დავასრულე აქ წინადადებაზე გრძელდება, მაგრამ უბრალოდ დავასრულე, იმიტომ რომ არ მინდა. მომბეზდა წერა სადღაც. ეს ჩემპიონატი ბრაზილიის ნაკრებისთვის იყო ერთგვარი ოდისეა, ერთგვარი გოლგოთა, ერთგვარი ჭარმაგიმოხუცის ბოლო გაელვება, ერთგვარი სალხინებელი, ერთგვარი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. აირჩიეთ თქვენი ვერსია, მეგობრებო. გოლგოთაზე უსისხლოდ როგორ? რა მოსხე? ლუკა მილორავის ვერსია. კი. რა არის? თქვი? ვიცი დებილია ეს იტალიური ერთი აქ წაკითხული და სალხინებელი იქნება თქო და გამოვიცანია. ეს იტალიური ანუ შენია სალხინებელი? ისა? არა ბიჭო გაუბრალ. სალხინებელზე მეც. შენ ვისი ვერსია? მართალია, შენ სალხინებელი მომწერი, მართალია. ალხეო. შენ არჩი. შენ რა ვიცი? მე ვუჩე გოლგოთა. გოლგოთა არის მემორის ვერსია. ორივე ხო და მაგიტო დაუკენა რა ვიცი ანუ არა მაგიტო დააკონკრეტა. სალხინებელი რატო ავიჩი? გოლგოთაზე. მე სალხინებელს წერდი. ხო და ერთამ მაგდენი არ ვიცი. გოლგოთა იმდა ოდისეა მაგიტო დავწერე. ოდისეა პროსტ დადებითი ოდისეა რას ქვია დაბრუნდა სამშობლოში? და მე იქ მოკვდა რა. ანუ სამშობლოში შენ ხო იცი სალხინებელი იყო ჩემი ერთ-ერთი ვერსია. არ გოლგოთას წერდი და სალხინებელი. ავირჩევდი. მე დაწერე გოლგოთა. კი და თან მივხვდი რომ მილორავა. მე სალხინებელს წერდი. ეგ მე ავირჩიე. მოცხადებული სიკვდილის სწორი აურჩევი ამას. მე რატო იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მაგას ვერ მივხვდი ანუ რა. ეს რა კაცია რომ ჩემი აირჩია და მაინც დებილი მიწოდა და ერთი რაღაცა წაკითხული. კაი ვიხოს. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იყო. ხო და რატო არა, ეგ წერილი უნდა წაიკითხოთ. მივხვდი, მაგრამ აი გიოს ლოკას ეთყობოდა თავიდანვე ბრაზილიას ის რომ
მომგები არ იყო ამ სოფლიოსი. რა ვიცი, ვის ეთყობოდა, საფრანგეთის უფრო ნაკლებად აი ხა ეთყობოდა. მაგას ფეხბურთზე მე გიოს უნდა ხო გიოს კითხეთ. როგორ ახსოვს 90-ში რატო ფიქრობდა მაგას ბრაზილიას. ბოდიში, კარგი. მერვე შეკითხვა კი არა და მოცემულობა არის შემდეგი. 2016 წელს შვედეთის რომელიღაც ქვედა ლიგაში, იმიტომ რომ არ ვიცი რომელ ლიგაში მოხდა ეს, ადამ ლინდინ ლიუნკვისტმა ეს რაცა ქნა, რისთვის მეორე ყვითელი ბარათი. რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ნუ რა ქნა, რისთვის გამოც გააძევეს რა მარტივად ამას გეკითხებით. ძალიან სულ. პირველი ვერსია რომ გაზები გაუშვა, მეორე ვერსია რომ საჩთან კამათისას ჩაიფსა, მესამე ვერსია რომ ტრიბუნებიდან მოწოდებული ლუდი დალია, მესამეა რომ არბიტრს უკანალზე უჩქმიდა და მეოთხე რომ ნორვეგიის დროშა დახია. აირჩი. ძალიან ცუდი ვერსია, ხუთი. ნორვეგიის დროშა საიდან აღმოჩნდა? რა ხდება? მე იგრო გამიკვირდა მარტო დააჭედი. ხო, დაიწყე. რა გაქვს? ყველაზე რავი ნორმალური ვერსია ტრიბუნებიდან მოწოდებული ლუდი დალი. არა, ეგ გაკეთებული აქვს იმას. კი ბატონო. ხო მაგრამ ყვითელი. ეგ ნანახია, კაი რა. შენ რა უპასუხე? მე უპასუხე არბიტრს უკანალზე უჩ. მეც, იმიტომ რომ შვედეთში მე რომ ხალი არბიტრი იყო. ანდრო როგორი იყო? აუ, ამანი შენი იყო? მეგობრებო, ამ ფეხბურთელმა როგორც ქართულად იტყონენ, ანუსის ქარები გამოუშვა და აკუანუ, აუ, კარგი რა. დაამწუხარ, მე დაამწუხარ. ამაზე როგორ პროსტა ეგრე რატო წერე გაზები გაუშვა რა. იმიტომ რომ ადამიანებმა გააკუა. არა. ბიჭო, მე რატო არ ვფიქრობდი? ანდრო, მე რატო ამაზე მეგონა იცი რომ ფაზარდი. არბიტრს უკანალზე უჩქმიდა რატო არის? შენი ბრალი ხალი არბიტრი. მე მგონია რომ საჯს დაწერდი შენი ვერსია რა ყოფილიყო რა, არბიტრს არ დაწერდი. იფიქრე მართლა? ესე ბური სიტყვა. მართლა ბიჭო? მართლა, შენ თავს მე მეგონა რომ საჯს დაწერდა და უკამ აიღო. რამდენი ქულა? ანდროს ჩაახდა სამი კაცი. აუ მოგვიგო თან როგორ. და ანდრო აიღო 18 ქულა და არის 43. აუ გადაგამასწრო, სადგამას. რამბო. საბჭო ბოლო მეგობრებო. ოსი ჩახტომა. არ და ეგ ლოგიკა მეგონა რომ ხალი არბიტრი. ხტომა ხო აი მეგობრებო, ბოლო შეკითხვა ხტომა გვაქვს. პროტესტი. ეხლა ლივერპულთან თამაშის შემდეგ დაამწუხა. ერთ-ერთმა ადამიანმა Facebook-ზე ვიღაცამ, არ ვიცი ვინ, კაფსმა? დიდი პატივისცემა. არა, ჩვენი არ ვიცი ეს კომაგი რომ ღერის თან ხო? შეიძლება არ ვიცნობ. ისა? და სახელი არ არა, მიცემ. ხო ეგ არ არის? მეორე კიმია ყოლა დემბელე. არ ვიცი. Go go. შეიძლება ეგა. Goli კვარა go. გოლი კვარა გო. მოკლედ, ვიჩა go. მოკლედ დაწერა ლექსი. როგორ დაიკრიჯა? აბიბინებულ მინდორზე გოჩა. კვარაცხელია გამოტოვებული ადგილი, კარის ბადეში გახვია ერთი ბუთი და გამოტოვებული ადგილი. მომწერეთ თხოვთ ის გააკეთეთ, დეში გააკეთეთ ესეთი რომ მეციოს მაგის კეთება. პირველი. მოიცა აქეთ გავაკეთოთ თუ იქით? გოლა. მარცხნივ რო კონდეს დახრა. ძაღა ისე ვღარ ჯონი ბიგუდ გადააკეთე იდეალურად. ძალიან არ ეგ მართლა კლასიკაა. პირველი გოლი შეაგდო ბარკოლა. მოიცა ეხლა. თუ გვიშლი ხელს. დამთავრება მომწონს მე მანდ რომ ასე იყო ეს. ძალიან დიდი არის. ჩემ საყვარელი მომღერალია მართლა. ბიჭო. შეგახსენებთ, აქ ადამიანის მოტყუება 10 ქულა არის, სწორი პასუხი 5. ქსელში მას ლექსელში მას აბიბინებულ მინდორზე ანდრო, მოიცა რომ ანდრო აიღო წეგან ყველა ქულა და არ ჩუმდება. ო, გაჩვენე. ფიქრობ ჩეჩე. აცალე ხა. აი გაკიჟდი? აბიბინებულ მინდორზე ერთი პორტი დეო აბიბინებულ მინდორზე კვარაცხელია გავარდა, კარის ბადეში გახვია ერთი ბურთი და მამარდა. მეორე კვარაცხელია, ბასრი ცელია, კარის ბადეში გახვია ერთი ბურთი და ორი მცველია. კვარაცხელია, გოლია, კარის ბადეში გახვია ერთი ბურთი და ხოხია. კვარაცხელია, გარბოდა, კარის ბადეში გახვია ერთი ბურთი და ბარკოლა. ბარკოლას ხო არ გახვედა. კვარაცხელია, დაფრინავს, კარის ბადეში გახვია ერთი ბურთი და გავიდა. ვაიმე. ბოლო საშინელი ვერსია გაბრო. მე ვიტყოდი. დანარჩენებს შევხედოთ. ბოლო საშინელი ვერსია არც მამარდას გახვევდა? ბიჭო, ნახე, მამარდას პირველი ვერსია არის გენიალური მართლა, თუ თქვენ მოიგონეთ. რო ბურთი და მამარდა ერთად გახვია ფადეში, მაგრამ აი ამ კომაქს რამდენად უყვარს მამარდა. ბიჭო თან ქართველია და რა ხო, შეიძლება არ უყვარდეს მამარდა.
რატო არ უნდა უყვარდეს? ანდრო ხა გაგიჟებ თქვენთან ერთად ხმამაღლა მსჯელობსო პირველი ადგილი შეინარჩუნოს. ისე მართალია. ვიცი. რა გაკეთე? იმის სიმღერა უნდა. არა, აბიბინებო მინდორზე. აი, არ გვინდა მივიწერო. პარაცხელია, ბასრიცელია, კარიზმადის შემოგდა 1 გოლი და 2 მცველია. პირველი გოლი შეაგდო მარკო. ყველა მივიწერეთ? რა უპასუხე? რამდენი ილაპარაკა? გავარდა მამარდა უპასუხე. შენ? მე გოლია მოხია. ეგ ვისი იყო? კვარაცხელია, ბასრიცელია. მეც ბასრიცელია ვიყო. ასრიცელია. სწორია ეგ და. პირველი გოლი მოხია ვისი? გოლი მოხია ვისია? გოლია მოხია ანდროსია. ანდროსია, აი, ანუ აი, ანდრო. კვარაცხელია გოლია. მე ვიგებდი 15 არა, ქულა. ეგ არა იყო. კარგად იყავით. ბრავო ანდრო, ბრავო გიოცავთ. ო, ანდრო, რამდენი ილაპარაკეთ? 15 გადაუსვა. ქულა აიღო ერთ წამით. ქართველი რატო დაწერდა ის? მამარდაზე ქართველი მაგას შენ აიღეთ 15 ასევე ხო? შენ მე ავიღეთ 15, ხო. საძღარი ადამიანი. ვიგებდი მას, ვიგებდი. საბოლოო შედეგები მეგობრებო. ტაფსონა 23, გაბრო 23, 59 ლუკა და 58 ანდრო. ამას არ აირჩიე გოლი გოლი გამოხდა. შეაგდო ბარკოლა. საოცარი თამაში. გაიყო, გაიყო აი მაგრამ. ხა აკნინებ ხო წინაზე მაგრამ მოგეწონა. იმიტომ წა. არა, კაი თამაში იყო ძალიან. 20 ქული. არ წინაზე არ მომეწონა. აი, წინაზე არ ამბობდი, ეს აღარ სხვა თამაშია. აღარ დავინახო ჩემ გვერდზე ის და ხო და ეს აღარ დავინახო. აღარ დაინახოთ თუ შეიძლება რომ ის გვერდზე ვიდე.